მოკლედ მოგეხსენებათ მიყვებით ჩემ ინტუიციას ამ ვიდეოს ჩაწერას ხუთშორის ახლა არ მინდოდა აი რაღაც წელავდი რა მე თქვი მე მაგრამ აი ინტუიციერად მოკლედ რაღაც მულტფილმი ვუყურე წლების უკან და აი ინტუიცია მე ყოველთვის გულს ვუსმენ ანუ ამას აღარ ვუსმენ ეს არის ჩვენ ცხოველური საწყისები გადარჩენა შიში აი ყველაფერი ანუ შიშზე ორიენტირებული შიშით ნამართი ცხოვრება ყოფა და აქ კიდე ხართ თქვენი ანუ აქ არის ის ვინც თქვენ რეალურად ხართ და როდესაც აი აქ უსმენთ ან თქვენ გულს თქვენ ინტუიციას უსმენთ მაშინ უკავშირდებით ღმერთს მაშინ ხართ შემოქმედნი მაშინ იღვიძებს თქვენში ჭეშმარიტება და ნახეთ და ანუ ეს მულტფილმი და უცბად აი ძალიან დიდი ისეთი ტალღა რომ კიდე უყურე მე თქვი რატომ უნდა ვუყურო მე თქვი რა იცოდეთ მულტფილმებში ძალიან დიდი სიმართლე არის ჩადებული აი ძალიან დიდი სიბრძნეც იმიტომ რომ აი ესე გაწუდიან გესმით რომ ანუ გამგები ყოველთვის გაიგებს როგორც ბიბლიაში სიმბოლოებით არის მულტფილმი თითქოს გასართობი და აი გასართობში დიდი რაოდენობით სიმართლეს დებენ არ მარტო მულტფილმში გაც კინოებში და ასე შემდეგ პარალელურ რეჟიმში აი უყურეთ ეს წლების უკან რო გადავიღე ვიდეო პარალელურ რეჟიმში გეტყვით რომ წლების უკან ეს საერთოდ სანამ დედაჩემი ჩამოვიდო და აი ესეთი ჩანთა გავაკეთე სადაც ერქვა დავარქვი დღემდე მაქვს ყველაფერი იქ მაქვს აი ამასაც განახებთ რა მაქვს იქ აი survival bag გუშინ იყო დედაჩემის დაბადების 91 წლის გახდა თუ გუში მთელი ღამე არ მეძინია ანუ რაღაც აი ხელვასავით მაქვს და ხვდები რატო იმიტომ რომ აი დღეს რასაც ვუყურე ნახეთ ეს კადრები სრულიად შემთხვევით შემომჩინა რამდენიმე წლის უკან ვუყურე ამ მულტფილმს და საერთოდ ეტყობა იცით რა არის რამდენიმე წლის უკან ესეთი გამოფხიზლებული ვერ ვიყავი კვლავ მეძინა ანუ რას ნიშნავს ისე შიშით ვიმართებოდი ისე არ ვაკვირდებოდი ანუ ცნობიერებაში არ ვიყავი გესმით ვიყავი ისევ ცხოველი სხეული გვაქვს ცხოველის სული კი ღმერთის ამიტომ ვარ ცხოველის და ღვთის ერთობა გააჩნია არ დაუკავშირდებით ჩვენ სხეულს ვერ დაუკავშირდებით ჩვენში არსებულ ღმერთს და ყველაფერი რელიგიას რო გამოაქვს ღმერთი თქვენგან მოკლედ ყველაფერი თქვენ ხართ ვინც კი გეტყვით რომ აი დაუჯერე იმას დაიმუხტე ის დამუხტე ყველას უდიდეს პატივს ვცემ მაგრამ ვინც კი გეტყვით რომ თქვენ გარეთ ხდება რამე თუმცა ხა ეზოთერიკ ამას არ ამბობს უბრალოდ აი ეს გააქტიურე კრისტალი მინერალი ისა ეს ყველაფერი თქვენ ხართ ერთადერთი რამის გააქტიურება არის აუცილებელი ეს ხართ თქვენ როგორ მიიღებით თქვენი ცხოველის და მოსმენით გააქტიურეთ თქვენი კრისტალი ვინც აი გაძლევთ მაგალითად კრისტალს ხო და გეუბნებათ რომ აი დიდი ენერგია რა მართლა გიხდებათ რატო იმას აქვს გააქტიურებული და უბრალოდ თქვენში გააქტიურა რწმენა ამის და არა საკუთარი თავის. იგივენაირად რო გააქტიუროს საკუთარი თქვენი თავის რწმენა, იგივენაირად მოხდება. ეს არის უბრალოდ ვაქტიურდები და შესაბამისად ესეც აქტიურდება ჩვენთან ერთად. აი მეხუთე ელემენტი. როგორ არის მეხუთე ელემენტი არის მთავარი და არა ის ანუ ყველა ერთნი ვართ. ეს მე ვარა ბაბუაწვერა მაქვს გავაკეთე ხო? ეს ბაბუაწვერა მე ყველაფერი არის ნახეთ ბუნებაში ყველაფერი თითოეული ფრინველი ყველაფერი რატო არის ტყუილა არის იმიტომ რომ მივხვდეთ ასე მაინც წავიკითხოთ წიგნი მთავარი წიგნი აი გახლავთ დედა ბუნება და გვეუბნება სინამდვილეში ასე რო წავიკითხოთ მივხვდებით ჩვენ ვინ ვართ ეს მიცხვათ ფსიქოლოგებს და ყველა ჩვენ ვართ წაიკითხეთ ფსიქიატრების და ფსიქოლოგების და ფილოსოფების დაწერილი კი არა წაიკითხეთ დედაბუნება, ანუ წაიკითხეთ საკუთარი თავი, რომ მივხვდეთ ვინ ხართ. მეც მათ შორის, უფრო მეტად. ხო და ნახეთ რა და გამახსენდა უცბად წლების უკვე ეს ვიდეო, ახლა რომელიც გადიოდა და კიდე რა ჩემი ნახატი, საერთოდ პირველად ხატვა საოცრად დედის დემენციამ რო გააღვიძა, ხო? აი ეს საოცრად რა დავიწყე ხატო დავხატე ეს ნახატი აი პირველ ნახატებში შედის ეს ერთი ნახატი და სცენარი იგივე ხიდი იქაც იგივე ხიდი წყალი მოკლედ არ შეიცვლებით აი ეს ყველაფერი მოხდება აი ამიტომ კუნძულებს რატო ყიდულობენ რატო უნდათ ასე ამ პლანეტის დატოვება თქვენი აზრით ყველა იმიტომ რომ თქვენ აკეთებთ ამ ყველაფერს
უარყოფით იზიდავს. უმრავლესობას უნდა ეს უარყოფითი გამოღვიძებულებს ველას თქვენგან შორს ყოფნა უნდა. ასე შორიდან რო გიყუროთ, როგორ მიდიხართ ამ ქვეყნიდან. აი ეს უნდათ კანონზომიერება, ჩემო კარგო. თუ არ ხვევ კანონზომიერებას, უნდა წავიდეთ, მათ შორის მეც. თუ დავარხვევ, ეს მელის ასეთია. ეს დედამიწა ამ ეტაპზე სხვა განზომილებაში გადადის და თუ ამძიმებ, შენი წასვლის დროა. როგორ ამძიმებ? ისევ წუწუნში ხარ. არ გაუშვებ ამ წარსულს, ანუ არაცლევს ამ დედამიწას სხვაგვარად ყოფნის უფლებას. წურბელა ხარ ჩვეულებრივი. აღარაფერი მოგაქვს. კარგი. ანადგურებ პირიქით ყველაფერს. შენი წასვლის დროა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მილიარდელები, მილიონერები არ ანადგურებენ. რა თქმა უნდა, ისინიც სწავლენ რა, გონებთ რაც არ უნდა გაფრინდნენ, რამე არ მოუვათ. ვერ გაიხარებს ცუდის მქმნელი. ახლა სიკეთის დროა. ახლა ერთად ყოფნის დროა. ახლა გვერდში დგომის დროა. ხოდა ჩალაგე ჩანთა. მაინც მზად იყავი. თუ შეიცვლები, ეს ყველაფერი არ მოხდება. ეს გევნებით ერთ-ერთ რეალობას რაც შეიძლება დადგეს. თორე შეიძლება ხვალს აერთოდ ეგრევე გადაუტრიალდეს ადამიანს და შეიცვალოს მასის ენერგეტიკა, გამოფხიზლდეს. შიშიდან ღვთიურცნობიერში გადავიდეს. მაშინ აღარ იქნება ეს ყველაფერი. მოკლედ შენი ტრანსფორმაციის დროა. გააკეთებ ამ ყველაფერს, განთავისუფლები ნეგატივისგან, ეს ყველაფერი არ მოხდება. არ განთავისუფლდები და ბაი. მათ შორის მეც მეხება, ყველას გვეხება. ურთულესი იქნება. და გავაათვილოთ. რა მაქვს ჩადებული ჩანთაში? თუ გაინტერესებს. და მიწერე კომენტარი, მე განახებ. ზოგჯერს მეც მაინტერესებს, რა ვიცი დედის ჩამოცვლავ და ჩავალაგე. ყველას მიეწოდება ეს ინფორმაცია. ბევრი საუბრობს, ბევრიც არა. მე დღეს გადავწყვეტე მესაუბრე, ეს იგი ნიშანი იყო, იმიტომ რომ ასე მოусვენ რა. შემთხვევით არაფერი არ ხდება. მოусმინე, ამას არა, ამას. და შენც მიხვდები. რა არის ტყუილი და რა არის მართალი. ახლა ავთენტურობის, ახლა სიახლის დროა. მინდა რომ ყველა კარგად იყოს. სადღაც წავიკითხე და მართალი არის, რომ სამყაროს ძინავსო და ვინც შუაღამის გაიხვიძაო. აი მაგალითად, აი წარმოიდგინეთ, რომ შუაღამი არის და ყველას ძინავს და აი შენ გაიღვიძე, ხო? რადგან გაიღვიძე და იმას რო ასინავს, კი არ უნდა იძრო ძინავს, კი არ უნდა დასცინო. არამედ სათარაჯოზე უნდა იყო, რომ იმ ღამის განმავლობაში დაიცვა. შენ დააკვირდე ყველაფერს, აი მითხრეს, რომ ამდენ აი ფიქრი რთული არის, რთული არის, უფრო რთული არის და უფრო ძვირად გვიჯდება. როდესაც არ ვფიქრობთ, როდესაც სიღრმეებში არ მივდივართ, უფრო ბევრს ვიხდით საფასურს. საფასური უფრო დიდია, ტკივილია, აკიდე სიმშვიდე, უპირობო სიყვარულია. წავედი. 10 წუთი გავიდა უკვე. და ფიქრდი ამაზე. სიახლის